მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს დიმიტრი ლორთქიფაინძე. თითო მოგესალმები. გამარჯობა ნიკოლოზ, მოგესალმები გენაცვალ. თითო, საჭირო თემაზე ვსაუბრობთ. მე და შენ ყოველთვის და ამჯერადაც უნდა შევეხო ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენ სამეზობლოს. მე ვიცი რომ შენ ბევრი რამ გაქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით და მე ესე ვთქვათ პროლოგი დიდი არ მექნება. უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ჩეჩნეთს და ჩეჩნეთისა და საქართველოს შემდეგ კონტექსტში აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ანუ ცხინვალის რეგიონი და ასე შემდეგ გაუყვები და მოკლედ იტო გისმენ დაიწყე და ვიცი რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვს და მნიშვნელოვანი მასალა გაქვს. ესე იგი, პირველ რიგში მინდა ერგულ მაყურებელს და მინდა შესავალით დავიწყო ეს ჩვენი ურთიერთობა დღეს. უბრალოდ არ შემიძლია რომ არ თქვა ნიკოლოზ. კი ბატონო. საკითხი იმას ეხება ესე იგი ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დიპლომატიას გულისხმობს, ხო? და ამ დიპლომატიის განხორციელების შედეგად გარკვეული მონაპოვრის გაჟღერებაშია რა თქვენთან, თანაც მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური ექსკლუზივი, რომლითაც უნდა იყოს დაინტერესებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, ყველა ეროვნული მაუწყებელი, რომელსაც კი ასეთი ლიცენზია გააჩნია. და მინდა რომ გარკვეულ კატეგორიას საჯარო პირებისაც, რომლებიც საჯარო პოლიტიკაში არიან, ნება დიპლომატიაში არიან, რატომღაც გვეზღუდება ეთერები. მე ხა ამას იმიტომ ვამბობ, რომ აი თქვენთან ნათქვამი შემდგომში მიწვდება უკვე ყოველი ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს, რომ მიწვდება აუცილებლად ადრესატებს და იმედია, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გაგვაჟღერებინებენ და იმედია ასევე ოფიციალები ამითი სერიოზულად დაინტერესდებიან. ძალიან სამწუხაროდ თაიმშიც მე მქონდა ჩემი საეთერო დრო, ყოველი შაბათი 2 საათზე და ერთვენიერ დღეს გამომიცხადეს, რომ YouTube-ის ვარ დაბლოკილი თურმე და რომ ჩემი YouTube არხზე გამოჩენა არის ასე ვთქვით შეუძლებელი Georgian Times-ის YouTube არხს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო, ну, კარგი, რომ შენი პოდკასტი, რომელიც ასევე YouTube-ზე იკრიტება და გადის, ესე იგი, არ არის დაბრკოლებული ამ თვალსაზრისით, რითვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა. და ის რომ სიმბოლურია ნამდვილად, რომ ის რომ საქართველოს უახლეს ამბებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან ორიებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეძლება ეროვნული ხელოვნების დონეზე ტრანსლირება და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და აი ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიწევს, ასე ვთქვათ, თქვენს პოდკასტში გვიწევს ამაზე საუბარი. ну, რატო აკერმანი არ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ იმედია რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება ადრე თუ გვიან. ეს მაგის. მოკლედ, ჩვენი ბოლო ეთერი ნამდვილად შეეხებოდა ჩემი დროების გოჩა ცოფურაშვილის, თემურ მაისურაძის და ბესალინ წულაიას ვიზიტს გროზნოში. ეს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი იყო, რომლის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა მედია პროექტებში მიგვეღო მონაწილეობა, გროზნოს ცენტრალურ ტელევიზიაში გამოსულიყავით, სადაც ბატონი თემური და გოჩა ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტით წარდგნენ. ასევე ადგილობრივ პრესაში ინტერვიუირებაში მიგვეღო მონაწილეობა და გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებული საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გამოც ვიმყოფებოდით გროზნოში. დიპლომატიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ არის საკითხები, რომელსაც ღიათ ეხები, საკითხები, რომელსაც კულუარულად განიხილავ, არის საკითხები, რომლებსაც ნელ-ნელა თელავ იმისთვის, რომ შემდგომში ეს ყველაფერი წაადგეს დიდ საქმეს. აბარინდა ჩვენ სადმე სიარული თუ ეს საქმე საბოლოო ჯამში იმ დიდ გზამდე არ მიგვიყვანს, უბრალოდ იმ გზაზე არ გაგვიყვანს, რომლის ბოლოშიც ტაძარია რა. და ჩვენთვის ეს აღთქმული ტაძარი და ეს სასურველი შედეგი არის სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მასში შესატანი ნებისმიერი წვლილი, რომელიც ნებისმიერი საჯარო პირისგან თუ არასაჯარო პირისგან შეიძლება იქნას მიღწეული. მე პირდაპირ გეტყვით არც დაგიმალავთ, რომ ჩემთვის ჩეჩენ ინგუშები ითვლებიან იმ მონათესავე მოძმე ხალხებად, ვაინახებს გულისხმობ მთლიანად,
რომლებსაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. მე ამას უკვე ღიად და თამამად და წელგამართული ვსწრაფ, იმიტომ რომ ყველა ფრჩხილი გახსნილია აბსოლუტურად და ჩვენ ზუსტად ვიცით სახით ჩვენ ყავს ძმები, რომლებიც მათ შორის არ ერიდებიან იმ შეცდომებზე ღიად საუბარს, რომელიც დაშვებული იყო აფხაზეთის კამპანიის დროს და ეს იყო სწორედ ის თავსმოხვეული უბედურება, რომელიც არც თუ ნაკლები მცდელობის შედეგად იქნა მიღწეული, ასე ვთქვათ, ჩვენ საწინააღმდეგოდ ოკეანის გაღმა დაგეგმილ გარკვეულ, ასე ვთქვათ, მაშინ არ იყო ის ინდივიდუალური დასავლეთი, რომელიც ეხლა ყალიბდება უკვე ინდივიდუალურად. მაშინ იყო ეს კოლექტიური დასავლეთი, რომელსაც გააჩნდა სწორედ ესეთი გეოპოლიტიკური მისწრაფებები და რომლის მსხვერპლი ჩვენ აღმოჩნდით. დღეს ძალიან კარგად ხედავთ, რომ კავკასიის ერთიანობა, ერთიანი კავკასია, ერთიანი მისწრაფება ეს არის უალტერნატივო დამოკიდებულება მეგობრობის კუთხით. რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში ვსაუბრობთ, რომ რაღაცა სპეკულაციებში არ დაგვდოს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტი, სადაც ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ამ მიმართულებით. და არ დააყოვნა ამ შედეგებმაც ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე დავდექით. თქვენ მოგახსენებთ, რომ ჩვენი იბრაგიმ არსანოვი, ეს არის ადგილობრივი ერთ-ერთი საშუალო სკოლის გიმნაზიის შეიძლება ასე დავარქვათ, თქვათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული სასწავლებლის დირექტორი, არის ჩემი მეგობარი, ძალიან განათლებული ადამიანია, სხვათა შორის, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატია, ლონდონში შორის მიღებული განათლება, ძალიან მაღალი დონის და საუბრობს თავისუფლად ფრანგულად, ინგლისურად, თარგმნის, უწევს პირველ პირს გარკვეულ სამსახურებს, როდესაც საკითხი ეხება თარგმანს და ასე შემდეგ. ამით ხას უსვამ ამ პიროვნების მნიშვნელობას. და სწორედ იბრაგიმმა მახარა, რომ რამოდენიმე დღის წინ აღმოჩენილი ყოფილა სამარხი მეორე მსოფლიო ომის დროს, სამამულო ომის დროს კავკასიისთვის ასე ვთქვათ, ეპიზოდებში გარდაცვლილი საქართველოს SSR მოქალაქეებისა. 42 პირის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა, მიმდინარეობს დამატებით სამუშაოები დანარჩენი, ასე ვთქვათ, დანარჩენი პირთა იდენტიფიცირებისთვის და მე უკვე შემიძლია თქვენს ეთერში ექსკლუზიურად გავაჟღერ მათი სახელები და გვარები, დაბადების თარიღები, იმიტომ რომ ეს არის უკვე იდენტიფიცირებული. ესე იგი, აი ამ სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფდა ბატონი საიპუდინ გუჩიგოვი, ჩეჩენი ხალხისთვის ძალიან საპატივცემულო მეცნიერი, ადამიანი, რომელიც გამოვიდა დღეს ჩემთან კონტაქტზე. გადაწყვეტილი აქვს ჩვენ ჩეჩენ მეგობრებს, რომ იგივე შემადგენლობით მიგვიწვიონ 9 მაისს დიდი სამამულო ომის მორიგწლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე, რომელიც გროზნოში გაიმართება და იქ საპატიო, ასე ვთქვათ, არაულის თანხლებით ალბათ მოხდება აი ამ სამარხის, ამაროვნის ჩვენი ახალგაზრდა მეომრების ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, არამედ საქართველოს მოქალაქეების სამარხის, ასე ვთქვათ, მემორიალური დემკობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით ნიკოლოს და წავიკითხო მათი გვარები და სახელები, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე მგონია. რამე თუ ეს ეთერი გაზიარდება, ძალიან ბევრი ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლისთვის გახდება ეცნობა უკვე ღია ინფორმაცია და შესაბამისად, ვინც დაინტერესებული იქნება უკვე შემდგომი პროცედურებით, მათ ვეტყვი, რომ შემდგომში ახლა ამის მე უკვე ხვალზე გვაპირებ, რომ ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტს დაკავშირდე და უკავშირდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს და ერთობლივი ძალისხმევით, როგორც იქნება მიღებული, თქვათ, სამთავრობო დონეზე გადაწყვეტება, ვიმოქმედო დავაკავშირო შესაბამისად ამ პირებს, გამოიყოს უკვე კომისია და კომისიის თაგვებით და კომისიის ფარგლებში მოხდეს უკვე შემდგომი პროცედურების
განხორციელდა და ახლა მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას ყველა პროცედურაზე პასუხი ვაგო და პირადად თქვა თუ რა შეიძლება გაკეთდეს. თუმცა რასაც რომ ლოგიკურია რომ ასეც იქნება. თქვენის ნებართვით სათვალოს გავიკეთებ და წავიკითხავ. ეს არის ბატონი სიხარულიძე ედუარდ სარდიკოს ძე. გარდაიცვალა, ესე იგი გარდაცვალების თარიღი 42 წლის 31 აგვისტო, ეს არის რიგითი ჩოხატაურიდან. ალექსი ლევანის ძე, დაბადებული 1922 წელს. ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ზუმი. სტურ ვალერიან ნესტორის ძე, დაბადებული 1906 წელს. ლარგი ბანიძე იოსებ იესეს ძე, დაბადებული 1903 წელს, ცხეთის რაიონში. ტიმოფეევი გლებ ვლადიმერის ძე, დაბადებული 1911 წელს, სამხედრო გამომძიებელი თბილისში. ხუდიევი ქერიმ მერემ ოღლი, ჯუფლანის რაიონის სოფელი ლამბალო. ეს ჯუფლანის რაიონი გაირკვეს რა შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმის მერე ძალიან ბევრი დრო არის გასული და ეს ტოპონიმიკა შეცვლილია და შესაბამისად ამაზე ეს არის სოფელი ლამბალო. მერვე ხუციშვილი დარიემ ივანეს ძე, დაბადებული 10 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელი გოგანი. მეცხრე სიმსოშვილი გიორგი სამსონის ძე, 1903-ში დაბადებული, რიგითი გურჯაანიდან. მეათე წყარუაშვილი გიორგი ივანეს ძე, 1897 წელს დაბადებული, თიანეთში, რიგითი. ჭიპაშვილი ვასილი პეტრეს ძე, დაბადებული 1895 წელს, გურჯაანი. ესემოვიჩი ევგენი ივანეს ძე, დაბადებული 1902 წელს, ბათუმში. ჭიპაშვილი ვასილი პეტრეს ძე, 1895, რიგითი გურჯაანიდან. ჭოველიძე სერგი იოსების ძე, დაბადებული 1899 წელს, ცხაკაიაში, ცხაკაიან დღევანდელი სენაკის რაიონი. ჩუთნაშვილი გიორგი დავითის ძე, დაბადებული 1897 წელს, ქარელი. შახვი მარდერიკ ოსიპის ძე, დაბადებული 1917 წელი, თბილისი. შრამიშვილი გიორგი ალექსის ძე, დაბადებული სიღნაღის რაიონში, 1914 წელს. იუსუპოვი იბრაგიმ ალი 1903 წელს დაბადებული, ბორჩალოს რაიონის სოფელი ალიფსი. ტაიროვი ბაგირი 1804 წელს დაბადებული, ადიგენის რაიონში. თედორაშვილი ნიკოლოელის ძე, 1899 წელს დაბადებული, საგარეჯოს რაიონის სოფელი ხაშმი. ურაშვილი იოსების ძე, 1896 წელს დაბადებული, ქარელის რაიონის სოფელი უმაროვი აიდი ასრატის ძე, 1895 წელს დაბადებული, ადიგენის რაიონში. მამედოვი ალლას აბასის ძე, 1904 წელს დაბადებული, ახალქალაქის რაიონში. ნაბიევ კურბ 1894 წელს, იმდროინდელ ლუქსემბურგის რაიონში, ეს თეთრიწყარო რაიონია, სოფელი სარაპი. ნაჭყებია ივანე ბახვას ძე, 1890 დაბადებული, გეგეჭკორის რაიონის სოფელი კურზუ, ეს არის მარტვილის რაიონი დღევანდელი. ოქონაშვილი ალექსის ძე, დაბადებული 1897 წელს, თელავში. ონაშვილი ავთანდილი, დაბადებული 1923 წელს, ამბროლაური. ალახენაშვილი ნიკოლოზის ძე, დაბადებული 1898 წელს, გორში. ფარალოშვილი ნიკოლოზი, დაბადებული 1897 წელს, გურჯაანში. პეტროსიან გრიგორის ძე, 1922 წელს დაბადებული, ისი. პოღოსიანი ზარმარ კარაპეტის ძე, დაბადებული 1921 წელს, ბოგდანოვკა. ეს არის დღევანდელი ნინოწმინდა. რაზმაძე იასონ ვას, დაბადებული 1923 წელს, ბორჯომი, კურტანეთი. კაზაევი სპირიდონის ძე, 1903 წელს დაბადებული, გორის რაიონი. კოყოლაშვილი ახოკ
ევანსის ძე, დაბადებული 1900 გორი. ყურბანოვი მამედ ამით 1905 წელს დაბადებული სოფელი ყარაგოზა. ლეკოშვილი კიტეს ძე, დაბადებული 1900 წელს ქალაქი გორი. გეორგიანი გურგენ მიხეელის ძე, 1924-ში დაბადებული თბილისში. გელანტია ალექსი, ივანის ძე, დაბადებული 1922 წელს ხოროწყუს რაიონის სოფელი ზუმი. ჯავაბის მამედის ძე, 1895 წელს დაბადებული გურჯაანში. ხალილოვი განი, 1896 წელს დაბადებული სარფში. იბრაგიმოვი მუსა იუსუფ ოღი, 1901 წელს ბორჩალოს რაიონი. მანუკიანი ზახარი, მარადის ძე, 900 წელს დაბადებული გურჯაანში. მარტიროსოვი გრიგორი, მარტიროსის ძე, თბილისში დაბადებული 16 წელს. და ტუღუში გერმანე ირაკლის ძე, დაბადებული 1923 წელს, მახევანდელი ოზურგეთის რაიონი. აი ეს მე წავიკითხე ხა. იმიტრი რამდენი ეხლა მაპატია რო გაწყვეტინებ. 42. ეს ეხლა ჯერჯერობით 42 გვარი და სახელი, იდენტიფიცირებულია მათი დაბადების წლები და დაბადების ადგილები, რომელი რაიონული კომისარიატიდან გაწვეულები. სხვა დემოგრაფიული მონაცემები ზუსტდება, რაც ყველაზე მთავარი ხა, როდესაც ხედავთ ჩვენ, რომ აი 18 წლის ბავშვები არიან დაღუპულები. საქართველოს მართლაც უზარმაზარი წვლილი გაიღო, მოგეხსენებათ 20,000 წასული მეომრიდან 365,000 უკან ვეღარ დაბრუნდა, დაიღუპა ბრძოლის ველზე, ან ითვლება უგზო-უკლოდ დაკარგულად. აი ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ითვლებოდნენ აქამდე უგზო-უკლოდ დაკარგულებად. დღეს მათი ეს თქვათ დასაფლავების ადგილია დნმ-ის ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად, რა თქმა უნდა, მოხდება მათი იდენტიფიცირება უკვე ჩვენი ძალოვანი უწყებების ჩართვის და საჯანისწრის ჩართვის შედეგად და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ოჯახი უკვე ეცოდინება თავისი ახლო წინაპრის, გმირი წინაპრის ადგილსამყოფელი და მას შემდეგ რაც მათ ჩვენ გადმოვასვენებთ, რა თქმა უნდა, საქართველოში. ასე რომ ეს არის ძალიან პატარა და მკაფიო მაგალითი სახალხო დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგად მიღებული იმ შედეგისა, რომლითაც ჩვენ არ შემოვიფარგლებით, ბუნებრივია. და მე გითხარით კიდევ ინგუშებთან და ჩეჩნებთან განსაკუთრებით ჩვენი ძმობის და სიყვარულის დიქტულება და ურთიერთობის საბოლოო შედეგი იყოს ის, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ იმ კონფლიქტების დარეგულირებაში, რომელიც დღემდე, ასე ვთქვათ, გახსნილი ღია ჭრილობაა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, აფხაზეთს გულისხმობ პირველ რიგში და გულისხმობ ვალის რეგიონს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში ვითარება ყოველდღიურად იძაბება რუსეთის ფედერაციაში კეთდებოდა და კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტისთვის აფხაზეთის და ცხინვალის, ასე ვთქვათ, სუბსიდირებას არ მოაქვს ის შედეგი, რომელიც შეიძლება გრძელვადიან პერიოდში უნდა ყოფილიყო გათვლილი, როგორც ასე ვთქვათ, საინტერესო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის და რომ საჭიროა რაღაც გარკვეული გადახედვა იმისა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების შევსების წყაროზე ადგილმა ხელისუფლებებმა თავადვე იფიქრონ. ჯერ კიდევ როდის გაკეთებული განცხადება, მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტრო აკეთებდა ასეთ განცხადებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ, მაგრამ ეხლა კვლავ იჩინა ამ ყველაფერმა თავი. ნიშანდობლივი აღინიშნოს, რომ თვითონ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ რთულად არის, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც ასე ვთქვათ, ცალით იცქირება თურქეთისკენ და თურქეთის ეკონომიკური აქტივობა აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს კანონის ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის უხეში დარღვევით ხორციელდებოდა წლების განმავლობაში. ამ ეკონომიკურმა აქტივობამ თავი იჩინა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იმ კუთხით, რომ თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოჩნდა სეპარატისტებისთვის. ამას დაერთო თან მუჰაჯირების უკან დაბრუნების ხელშეწყობილი კამპანია. ამას დაეწყო იმ მოყენების
საბოლოო შედეგი, რომლითაც თურქები ძალიან ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ახალგაზრდებზე, აფხაზეთში მაცხოვრებ ახალგაზრდებზე იქონიონ გავლენა. ამას ამავე დროს დაერთო ის ფაქტიც და გარემოებაც, რომ ეთნიკურად ქართველების მიმართ კვლავ ხორციელდება დისკრიმინაციული მიდგომები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში პირველ რიგში გალის ქართველებს. თქვენ მოგესწრებათ, რომ იქ გარდა სასწავლო პროცესის მუდმივად შეფერხების არის კიდევ სხვა პროცესები, რომელიც არჩევნაწილეობას გულისხმობს, საკუთრების უფლების განკარგვას გულისხმობს. ბევრ საკითხში ისინი სამოქალაქო კუთხით არიან შეზღუდულები. რა თქმა უნდა, ასე დიდხანს შეუძლებელია რომ გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სანდო მოკავშირეები ამ საქმეში და მე ვფიქრობ, რომ კავკასიის ხალხთა ყოფილი, კონფედერაცია რომ იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაცია, რომელიც გარკვეული სამსახურებიდან თავის დროზე გამოყენებული იქნა საქართველოს წინააღმდეგ, დღეს ეს პროცესი უნდა შევალოთ პირიქით. და სწორედ აი ხალხების კეთილგონიერებაზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული და მათ რიცხვში ნამდვილად არიან გამორჩეულები. ნამდვილად. არა მხოლოდ ისინი, ბუნებრივია, არ ვაკნინებ ჩერქეზების, ადიღების, ყარაჩაეველების, ბალყარელების მნიშვნელობას. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ძმებ დაღესტნელებზე. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ დაღესტანში გაიხსნა რასულ გამზად დავით გურამიშვილის სახელობის ორგანიზაცია. ისინი ძალიან ბევრ აქტივობას გეგმავენ. საქართველოსთან მიმართებით არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, განწყობები, რომლებსაც ისინი დემონსტრირებენ და ამ მიმართულებითაც დიპლომატიის კუთხით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა მახაჩყალაში და დერბენტში დიალოგი, რომელმაც ძალიან წარმატებით გაიარა და რომლის გაგრძელებასაც ჩვენ თბილისში ვგეგმავთ. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულებას აი ამ ტერიტორიებისადმი, რომლებსაც ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იგივე ცხინვალის მხრიდან იყო არაერთგზის ცდილობა, რომ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარება გაეზიარებინა რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, ესეთი თხოვნა და მოთხოვნა ჰქონდათ ასე ვთქვათ ოს სეპარატისტებს და მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მე რამოდენიმე ეგრეთ წოდებული დეპუტატი ცხინვალიდან უფლებამოსილი ვეღარ იყო ასე ვთქვათ შესულიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს. ასე რომ აი ამ რეფერენდუმების ინიციაციის მცდელობა, რომელსაც ორჯერ ჰქონდა ადგილი, ორივერჯერ დამთავრდა ასე ვთქვათ უშედეგოდ, მათთვის უშედეგოდ. ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვის პარალელურად ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გარკვეული სამოქალაქო ინტეგრაციის ჰუმან პროექტების განხორციელების გზით ნელ-ნელა მივახლოვდეთ აი ამ პოლიტიკურ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კონტროლის აღდგენა, გარკვეული კონტროლის აღდგენა ამ ტერიტორიებზე. არ არსებობს იცით ისეთი ტიპის კონფლიქტი, როგორიც არის აფხაზეთი, იმ კუთხით, რომ უმცირესობის მიერ განდევნილი იქნა უმრავლესობა აი ამ რეგიონიდან. 48.7%, ნუ თითქმის მოსახლეობის ვარი იყო ეთნიკური ქართულობა და რომლის ქვეყნიდან, ანუ ავტონომიური რესპუბლიკიდან განდევნის ასე ვთქვათ პროცესი არიმართა ასე ვთქვათ ძალიან სწრაფი გეგმის განხორციელების გზით. ეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხზე. ძალიან ცოტა ხანში, რამოდენიმე თბილისში მე დეტალების გამხელისგან თავში შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ფაქტს, რომ შედგება პირველი სხდომა კონგრესი, შეიძლება ასეც ითქვას, ვეტერანებისა, უხუცესებდა, ანუ უხუცესი საქართველოს მოქალაქე უხუცესი ძალიან მოსილი და ამაგდარი ადამიანებისა, რომლებიც შეეცდებიან, რომ გარკვეული პროექტის ფარგლებში განახორციელონ შეხვედრები აფხაზ და ოს უხუცესებთან. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ
თქვენ მოგესალმებათ, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი რგოლი მთელ აი ამ პროცესში, რასაც საქმე კეთილგანწყობილი ქვეყნების მხრიდან განსახორციელებელ მოქმედებებს გულისხმობს, ითვლება ქართულ-ბელარუსი ურთიერთობები. ბელარუსი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ 2018 წლის მარტის თვეში გავაფორმეთ ყოვლისმომწვევი სავაჭრო ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობები. 2018 ყველაფრის მომცველი 2018 წელს, დიახ, ეს იყო ბატონი ბახტაძის მიერობის დროს. ეს ნაკლებად ცნობილი ფაქტია, იმიტომ რომ ამ ფაქტზე აპელირება რეალურად არ მიმდინარეობს და არ ხდება, იმიტომ რომ კონტექსტი არ მოიწონს ამ ფაქტზე აპელირებას, მაგრამ ეხლა გეუბნებით და ბუნებრივია ყველა დაინტერესებულ პირს ეხლა ვინ ჩვენ გვისმენს, მას თავისუფლად შეუძლია გადაამოწმოს, შევიდეს მაცნე ჯიზე და ამოიღოს ამ დოკუმენტის ასლი. ეს დოკუმენტი იწყება ძალიან საინტერესო ფრაზით. რომელშიც გამოხატულია ბელარუსის მხრიდან და საქართველოს მხრიდან ბელარუსთან მიმდებით, ანუ სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ ტერიტორიული მტრის ურღვევობის სადმე პატივისცემას და საქართველოს 1991 წლის მიერ აღიარებული ტერიტორიული მტრის პატივისცემას ადასტურებს ბელარუსი. ეს არის უნიკალური დოკუმენტი იმითაც ძალიან მაღალი დონის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე აქვს საუბარი, იმითაც კი, რასაც გულისხმობს სამართლებრივი ურთიერთდახმარების აღმოჩენა სახელმწიფოთა შორის და თქვენ წარმოიდგინეთ სპეცსამსახურების დონეზეც კი ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გაცვლის, თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებითაც კი. ამბობთ, რომ ბელარუსი ასეთი ჩარჩო ყოვლის მომცველი და მაღალი სტატუსის საერთაშორისო ხელშემწყრული აქტის ხელმოწერით არამც თუ ადასტურებს საქართველოსადმი პატივისცემას, არამედ გავს ქმედითი მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ყველა საჭირო შემთხვევაში. მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ, თავად ბელარუსი რა სტატუსის მატარებელი სახელმწიფოა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში. თქვენ მოგესალმებათ, რომ ჯერ კიდევ 22 წლის წინ ბელარუსსა და რუსეთის შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც 20-ზე უნდა დასრულებულიყო ამ ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულებით. ანუ ეს ორი ქვეყანა უნდა გამხდარიყო სამოკავშირეო ქვეყანა. არ უბრალოდ სტრატეგიულად მოკავშირე, არამედ სამოკავშირეო ყველა იმ შიდა საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით, რომელიც მათ შორის ერთიან საბაჟო სივრცეს გულისხმობს, ერთიან საგადასახადო სისტემას გულისხმობს, განსაკუთრებულ თანამშრომლობის ხარისხებს გულისხმობს სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტრო უწყებების დონეზე და შემთხვევითი არ არის, რომ ეხლა ის ორეშნიკი განთავსდა ბირთქობინებით, განთავსდა ბელარუსიაში და ერთ წამში უცებ ბელარუსი აღმოჩნდა ბირთვული სახელმწიფო. ეს გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის დაიდო ასეთ ხელშეკრულება. და ბუნებრივია ახლა, როდესაც ბელარუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უშემატკივრობს საქართველოს მის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა ტერიტორიების აღდგენის საკითხებზე გადის, მათ ბუნებრივია კითხვა ისმის ახლა ტრანზიტულობის თვისების თანახმად, თუკი ბელარუსი არის რუსეთის მოკავშირე ქვეყანა და ამავე დროს მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ხომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე საკითხებთან დაკავშირებით, იმავე გამოწვევებთან დაკავშირებით აწუხებს საქართველოს, ბელარუსს შეუძლია განახორციელოს მედიატორის როლი, ფასილიტატორის როლი და საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის კუთხით მიიღოს ქმედითი მონაწილეობა და როლი. რა თქმა უნდა არის. აქედან გამომდინარე, დავუნდები ისე სახალხო დიპლომატიის მოცანებს, ჩვენი უხუცესები ალბათ უფლებამოსილნი იქნებიან, რომ გააგრძელონ მუშაობა არა მხოლოდ აფხაზ და ოს უხუცესებთან, არამედ იქონიონ კავშირ ურთიერთობები ბელარუს კოლეგებთან, ასე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციაში მყოფ კოლეგებთან, უხუცესებთან, რომელთა შორის ალბათ ჩრდილოეთ კავკასიის ერთა
ხარმადიელებიც მიიღებენ მონაწილეობას. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ კავკასიელ ხალხთა ტრადიციებში ერთ-ერთი ყველაზე გაბატონებული თქვათ თვალსაჩინო მოქმედება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საკანონმდებლო ან მომქვეყნდებარე ნორმატიული აქტი ნებისმიერი, ეს არის უხუცესთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ფონი შექმნან შემდგომი, ასე ვთქვათ, მოქმედებებისთვის. დღეს ეს ყველაფერი, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ, გამომდინარეობს იმიდან, რომელშიც მთლიანად ჩვენი რეგიონი ექცევა განსაკუთრებულ რეჟიმში. საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა, ფაქტიურად მორღვეულია. ყველა შველის საკუთარ თავს, რეგიონალ დონეზე შეიძლება ასე ითქვას. დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რომელიც როგორც ჩანს გარდაუვალ სამხედრო ესკალაციამდე მივა, ჩვენზე იქონიებს განსაკუთრებულ გავლენას. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ იმასაც, რომ რეგიონი ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც არის მაგალითად თურქეთი, ისრაელი, ირანი, რომლებიც თავისი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნების მიზნით ყველაფერს იღონებენ და ყველაფერს კეთებენ. ამავე დროს ვხედავთ, რომ ირანი არ არის ერთადერთი სამიზნე დღეს ახლო აღმოსავლეთში, არამედ ძალიან სერიოზულად იძაბება და ესკალაციის გარკვეულ ხარისხებს აღწევს ისრაელსა და თურქეთს შორის დაზგომარეობა. და ჩვენ ძალიან კარგად რომ ამიერკავკასია მთელ ამ პროცესში, როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის შემადგენელი რეგიონი, არ დარჩება ხელშეუხებლელი. ეს დიდი სპეკულაციები რო გამართეს ზოგ-ზოგი ვაი ექსპერტებმა, რომ აიო საქართველოს არ მიიწვიეს მშვიდობის საბჭოშიო და სომხეთი და აზერბაიჯანი წვია ამერიკანო და საქართველოს თამაშგარემდგომში დატოვა. იქნებ პირიქით უნდა გვიხაროდეს, რომ ეს მშვიდობის საბჭო წოდებული ახალი რაღაც კონგლომერატი, რომელშიც სომხეთი შეიძლება დაემსგავსონ დიდ ტაშთან მოთამაშე ბავშვებს, საიდანაც აგორებულმა წყალმა, წყლის ტალღამ შეიძლება ისინი გაწუწოს და რომელშიც ჩართვის ვალდებლების ფაქტის წინაშე შეიძლება მათ სწორედ მათმა მომწვევმა დააყენოს თავის დროზე. რა თქმა უნდა, ეს საფიქრებელი საკითხია და ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ ჩვენს მიერ ტრატეგიული მოთმინების რეჟიმი და ასეთ საკითხების მიმართ საკმაოდ ესეთი მომთმენი ტონით პასუხები და შეფასებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამასთან დაკავშირებით ახლა ესე იგი აჟიოტაჟის ატეხვა. ჩვენ არ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირე აზერბაიჯანს და რა ტიპის მოქმედებებში ჩართავს ხვალ. ჩვენ არ ვიცით. იმიტომ რომ როდესაც შენ გაქვს ასეთი დონის ხელშემწყობელი აქტები და ტრიპზე და ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, მხოლოდ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის ეკონომიკური პროექტი, რომელი ვალდებულებები აქვს მხარეებს. ეს ეკონომიკური ვალდებულებები სულ ერთ წამში შეიძლება იქცეს სამხედრო ვალდებულებებად, რომელსაც ისინი წინააღმდეგობას უბრალოდ ვერ გაუწრო. სტრატეგიული მოკავშირეები არიან შეერთებული შტატების იმ კონკრეტულ რეგიონში, კონკრეტულ გეოლოკაციაში, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება მათი როლის და მნიშვნელობის დემონსტრირებას. ჩვენ ხო ამაზე ხმამაღლა არ გვისაუბრია არასდროს, ხო? ანუ ჩვენ მედიას გულისხმობ და ჩვენ საექსპერტო საზოგადოებას. მაგრამ ეს არის ის მოვლენა, რომლის სცენარული გათამაშება სულაც არ არის, ასე ვთქვათ, შეუძლებელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირიქით, პროქსი ომები არის სწორედ მათი ნოუ-ჰაუ, შეიძლება ითქვას და ის რომ ირანში შეიძლება ძალიან დრამატულად წარიმართოს გარკვეული პროცესები და ირანს გააჩნია თავისი გარკვეული ასები ამიერკავკასიასთან მიმართებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ დაიძაბა იქ და სიტუაცია მოგეხსენებათ ირანში აგერ დიპლომატიურ მისიასაც კი დაესხნენ თავზე და ის მსხვერპლით დამთავრდა. არ უნდა დაგვწეს, რომ ესეთი დრამატული ურთიერთობების ეპიზოდები ხშირია აზერბაიჯანსა და ირანს შორის და ფართო მასშტაბიანი საომარი ესკალაციის შემთხვევაში თუ რაში შეიძლება მირდეს,
ადამიანმა არ იცის, კაცმა არ იცის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ქოლგაზე ვიფიქროთ და იმ არქიტექტურაზე ვიფიქროთ, რომელშიც ჩვენი მიწა, ჩვენი ზღვა, პორტები, ქალაქები, სოფლები იქნება დაცული. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვთვლი, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენ გვმართებს ახალი ტიპის აზროვნების დაწყება. ახალი ტიპის აზროვნების გულისხმობ მსაუბას დიპლომატიური ურთიერთობების გზით გავარკვიოთ ჩვენ შორის ურთიერთობის კონტექსტში ინტერესები, რომლებიც ერთის მხრივ რუსეთის ისტორიულ ინტერესებს უკავია ჩვენს რეგიონში, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი ხალხების და საქართველოს ინტერესს უკავშირდება. ჩვენი ინტერესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დევნილთა უკან დაბრუნება, ეკონომიკური გზების გახსნა, ბერეფნების დებლოკირება და სრულმასშტაბიანი, სრულფასოვანი ინტეგრირება რეგიონის ეკონომიკურ პროცესებში. ხოლო თუ დაიძაბება ვითარება ღმერთმა დაგვიფაროს და გათამაშდება იმ ტიპის სცენარი, რომ ირანში და ირანის მიმართ, ასე ვთქვათ, და ახლო აღმოსავლეთში, სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის არაბულ ქვეყნებს შორის დაიძაბება ვითარება და ატყდებათ ფართო მასშტაბიანი კონვენციური ომი, მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ბ თუ როგორ ვიცავთ თავს ყველა წინაშე არსებულ შემთხვევაში, რომელიც როგორც მოგახსენეთ, შეიძლება ძალიან სწრაფად გათამაშდეს ჩვენს წინააღმდეგ. პირველი მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ რაზეც ბატონმა დიმიტრი ტრენინმა ისაუბრა, ნიკა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის დევნილთა მილიონიანი და გნებავთ ამას მიგრაცია დაარქვით, იძულებითი და გნებავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლონები დაარქვით და გნებავთ ლტოლვილები. რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, მათი გეზი აღებული იქნება ჩრდილოეთისკენ. რა თქმა უნდა, ისინი დაიძრებიან ჩრდილოეთისკენ, თუ მოხდა გაუთვალისწინებელი, ასე ვთქვათ, გაფართოვება სამხედრო საბრძოლო მოქმედებების თეატრის. ჩვენ ამ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, რომ, ასე ვთქვათ, დაგვასწრო მოქმედებები. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრის მზად, ყველა სცენარული განვითარებისთვის მზად. და ამ კუთხით მე ვფიქრობ, ქართულ-რუსული ურთიერთობები და კოლექტიური თავდაცვითი უსაფრთხოებაზე ზრუნვა ამოცანები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული განხილვის დღეს. დიმიტრი, ვენესუელაში მოხდა ამბავმა და ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კერძოდ დონალდ ტრამპის მხრიდან ძალის სამართლის დამკვიდრება მსოფლიოში. რუსეთში რუს ველიკოდержавникებს მიწა ისეთი განცხადებების გაკეთების უფლება, რაზეც მეტნაკლებად ადრე მაინც თავს იკავებდნენ. და დუგინმა გააკეთა ამას წინათ ისეთი განცხადება და ახლა ჩვენ ვიცით, რომ დუგინი მხოლობით რიცხვში არ მოიაზრება ასეთ გეოპოლიტიკურ ველზე, როცა მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ჩამოთვალა, თქვა, რომ სუვერენიტეტი ამ ქვეყნებისა უნდა ჩაბარდეს ისტორიას. რუსეთს აქვს თავის გეოპოლიტიკური რუკა, გეოგრაფია და ამ ქვეყნებს ნებით თუ უნებლიეთ უნდა დაემორჩილონ რუსეთის ზეგავლენებს, ანუ მათ პოლიტიკურ ინტერესებს. როგორ ფიქრობ, მაგალითისთვის მე ესე ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ ესე ვიცი, პირადი კონტაქტებიდან და ასე შემდეგ, რომ საქართველოს რუსეთთან არ დგავს დიპლომატიურ კავშირებს, იმიტომ რომ აღიარებული აქვს რუსეთს ორი ჩვენი ოლქი, რეგიონი, მოდი ესე დავარქვათ. ოლქი იქნება თუ რა, ეს მე იურიდიული კაზუსტიკაში გადავალ. ხო და აქ დგება ესეთი დილემა. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა და ეს ორი საკითხი უნდა პროცესში შემოვიყვანოთ და არიან კიდე ექსპერტთა და
პოლიტიკოსთა ის ნაწილი, რომელიც თulis რომ ჯერ უნდა გაიწვიოს აღიარება და მერე შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. სიმართლე გითხრა, მე ჩამოყალიბებული პოზიცია ვერ მექნება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვიცი, რომ დიპლომატიურ კავშირებში როცა შედიხარ, მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდები და ფაქტობრივად, მოდი ესე ვთქვათ, ოკუპანტი გიზის წინ, რომელმაც ორი მიწა, ორი რეგიონი აღიარა, მათთან ძნელია საუბარი, მაგრამ ისიც მესმის, დიმიტრი, რომ ესე ვთქვათ, ულტიმატუმებით საუბარი რუსეთთან მით უმეტეს აი იმ დუგინის განცხადებად ყველა არ მოვიყვანენ, მით უმეტეს აი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც სოფლიოში ხდება, ესეც აბსოლუტურად უშედეგოა. რას ვფიქრობ? მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლების, მაგალითად კონკრეტულად საგარეო საქმეთა უწყება თulis ესეთ პოზიციაზეა, რომ სანამ არ იქნება გაწვეული, მანამდე რუსეთთან ჩვენ არ დავჭდებით. როგორ ვფიქრობ? როგორ უნდა გაიხსნას ეს კვანძი? რა უნდა იყოს ამის აწინდარი? მე ვთვლი, რომ დუგინის ნებისმიერი მსგავსი ტიპის კონცეფცია არის თავისი არსით მარგინალური იმ რეალ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც მისდევს დღევანდელი კრემლი, ოფიციალური მოსკოვი. დუგინი არის თავისთვის, ის არის ფილოსოფოსი, მას გააჩნია თავისი გეოპოლიტიკური ხედვები, ის თვლის, რომ რუსული გაეხლადგება ფეხზე და მას გააჩნია, რა თქმა უნდა, თავისი თეორიული წიაღსვლები. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსის თუნდაც მცირედი ნაწილი გამოიყენება რეალურ პოლიტიკაში დღეს ან ვინმე ამას აპირებს. არამც და არამც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ძალიან რთულ ვითარებაშია. რუსეთი არის პირველად თავის ისტორიაში, თავისი არსებობის ისტორიაში ვითარებაში, როდესაც მას მოკავშირე არ ყავს. ისე უპირისპირდება 56 ქვეყნის ნაერთი სამხედრო ბიუჯეტის წინააღმდეგობას. თუ ვინმეს გონია, რომ ჩინეთი მისი, ასე ვთქვათ, მოკავშირეა ნამდვილად, ჩინეთი ურთიერთობს რუსეთთან თავისი ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არ არის მისი მოკავშირე. თან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ ეს მისი სამოკავშირეო სახელმწიფო ფაქტორად ერთ სივრცეა, ცივილიზაციური და ამ შემთხვევაში ბელარუსს აღარ გულისხმობ, იმიტომ რომ ბელარუსული ალიანსი უკვე ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეს რეალურად გულისხმობს. თუ ფაშისტური გერმანიისა და უფრო ადრე ნაპოლეონის თავს და სამხედრო კამპანიას გულისხმობთ, მაშინაც კი რუსეთს ყავდა მოკავშირეები, დღეს ის მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი და მისი ეკონომიკა მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი. რა თქმა უნდა, ეს ნელ-ნელა აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. იმიტომ რომ ათეულობით 1000 დაღუპული ფრონტის ხაზზე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, რა თქმა უნდა, შორის გულისხმობს იმ სპეციალისტებს, რომელთა გარეშე ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი, მით უმეტეს ეს ომი ფაქტობრივად დიდი სამამულო ომის ქრონომეტრაჟს იმეორებს, როგორც დროში, ისე სივრცით პერიმეტრზე გაშლილი სამხედრო მოქმედება თეატრის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ. რა თქმა უნდა, ეს ასე შეუძლებელია, რომ მუდმივად და პერმანენტულად გრძელდება. თუმცა რუსეთმა შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი გამოცდა ჩააბარა. რუსეთის გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების საბოლოო შედეგად ევროპასაც დაეწყო გამოფიტვა და ძალიან ბევრი სახელმწიფო, ევროკავშირის შემადგენელი სახელმწიფო გაემიჯნა უკრაინაში წარმოებული სამხედრო მოქმედებების შემდგომ გაგრძელებას. ეს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა საუბარი. ეხება რუსეთის შემდგომ გეგმებს აი მოკავშირეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსეთი ხედავს ძალიან კარგად, რომ ვენესუელა და მონროს დოქტრინით გათვალებული სამხედრო პოლიტიკური ექსპანსია ამერიკის შეერთებული შტატების ამიფარგლა არც გრენლანდიით, არც კანადით, არც მექსიკით, არც ვენესუელით და გნებავთ იმ ჩამოთვლილი ქვეყნებით, რომელსაც მომავალში უპირებს ტრამპი, რომ კბილი გაჰკრას, არამედ ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ღრმად აღმოსავლეთში. და ახლო აღმოსავლეთი არის ჭიპი, შეიძლება ითქვას,
შემდგომი ვთქვათ ჰეგემონიის განსახორციელებლად და არ დასათმობს ვთქვათ იმ ერთპოლარული ჰეგემონიისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის გარეშე დამოუკიდებლად ცდილობს როგორც იმპერია, ნეოიმპერია მიაღწიოს. გამომდინარე, რომ მისთვის ჩინეთიც ამ შემთხვევაში არის სიტუაციური მოკავშირე, იმიტომ რომ ჩინეთს გააჩნია თავისი ეკონომიკური ინტერესები და ის არის სიტუაციური კონსტრუქციული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების მთელი რიგი მიმართულებებით. რათა არ დაირღვეს, ასე ვთქვათ, ის იდილია, რომელშიც მაგალითად 5 წელი ჩინეთმა დაასრულა ტრილიონ 550 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, აღმატებით თავისი შიდა ეროვნული პროდუქტისა. შესაბამისად, რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ეს არ არის ის სცენარი, რომელიც შეიძლება თუნდაც 2 და 3 წლის წინ განიხილებოდა და ის რადიკალურად იცვლის თავის ფორმს. თქვენ ძალიან მალე ნახავთ, რომ სატრანსპორტო დერეფნების აღდგენის საკითხი აუცილებლად დადგება სოციალ და რუსეთს შორის, მათ შორის რკინიგზის თვალსაზრისით. მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია, იმიტომ რომ საქართველოს რა თქმა უნდა ვერ შეძლო, რომ თავისი ნება გამოეხატა ჩართულიყო რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში 3+3, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ბუნებრივია, მაგრამ დღესდღეობით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დრამატული პროცესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი დროებით ისვენებს, მაგრამ ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათ შორის რუსეთმა დამატებები მიიღოს და განიმტკიცოს გარკვეულწილად პოზიციები ამიერკავკასიაში. რუსეთის მხრიდან ამიერკავკასიაში პოზიციების გაძლიერების ერთადერთი პოტენციალი ეს არის საქართველოსთან გადატვირთვა. საქართველოსთან გადატვირთვა და იმ მოდელების მოდერნიზება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში და 17-ში, როდესაც პრიმაკოვი იმყოფებოდა არძიმბასთან ერთად თბილისში და როდესაც ერთიანი სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის პრინციპთან დაკავშირებით ყალიბ მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლური მონაწილეობით, მაგრამ რაც დასრულდა წარუმატებლად ჩვენთვის, იმიტომ რომ ამერიკელებმა ედუარდ შევარდნაძეს ათქმევინა უარი ამ გეგმის განხორციელებაზე. შემდგომ იყო 2001 წელი, როდესაც ბატონი კახა თარგამაძე და ბატონი რუშაილო უშუალოდ საბჭოს მდივანი, შინაგანი საქმეთა მინისტრი რუსეთის შეთანხმდნენ დეოკუპაციის და შემდგომ ინგლისის პროცესებთან დაკავშირებით შეექმნათ გარკვეული დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამერიკელების მხრიდან შევარდნაძე აქტიური ზეწოლის შედეგად აღნიშნული ჩაიშალა. შემდგომ ჰქონდა ვარდების რევოლუცია და ვარდების რევოლუციის დასრულებისთანავე თქვენ მოგესალმებით, მიხეილ სააკაშვილი იყო შეთანხმებული კანდიდატი რუსულ-ამერიკულ დიპლომატიურ წრეებს და ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასმულ, ასე ვთქვათ, საქართველოს პრეზიდენტად, არა, ეს იყო შეთანხმებული, ამაზე ის ფაქტიც ცხადყო მის ინაუგურაციას ესწრებოდა ბატონი სერგეი ივანოვი და მოხსენება მთელი ის რიგი მოვლენები, რომელიც მერე განვითარდა 6 მაისს უკვე აჭარის მიმართულებით, როგორი აქტიური იყო რუსული მხარე, როგორი იღებდა რუსული საფრთხეების გარკვეულ გარანტიებს გარკვეულ პირთა მიმართ საქართველოში და ამ შემთხვევაშიც მოვიდა თუ არა სააკაშვილი პრეზიდენტად, პირველი ნაბიჯები რაც გადაიდგა იყო ის, რომ ასევე ბატონი ევგენი უშუალო აქტივობით საქართველოში ამჯერად სერგეი შამბა იქნა ჩამელი. და მოლაპარაკებების საჯერადაც იყო საქართველოს ტერიტორიულიანობის აღდგენის და ერთიანი ტერიტორიული მოწყობის ისეთი პრინციპება, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ. ამ შემთხვევაშიც ამერიკელებმა იყო ჩართული. და სწორედ აქედან იწყება სააკაშვილის ზურგის შექცევა რუსების მიმართ, რომელიც აქამდე გამოირჩეოდა კონსტრუქციულობით. გახსოვთ თქვენ სააკაშვილის არაერთი ვიზიტი კრემლში ბატონ დათო ბეჟუაშვილთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მათ შორის
გაფრთხილება რუსეთიდან, რომ რუსეთი თუკი არ წარიმართ პროცესები ისე როგორადაც აქამდე ეს იგეგმებოდა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს ამერიკელების მხრიდან განხორციელების შედეგად უარს იტყოდა აი ამ გეგმების განხორციელებაზე, მაშინ რა თქმა უნდა შესაძლოა კოსოვოს მოდი და კოსოვოს მაგალითი გამختارიყოს სარკული ასე ვთქვათ სარკული არეკლის გამომწვევი საქართველოსთან მიმართ. მაშინ საქართველოს ხარემ სააკაშვილის სახით დაარღვია ეს სამი სამკუთხედის შეთანხმება, ხო? რუსეთსა და ამერიკის შორის ერთი მხარე დაიჭირა. ზუსტად ასეა. ასე რომ მოდელირება რომ გავაკეთოთ ნიკა, ბატონო. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მომენტი არის სწორედ ეხლა, როდესაც ძალიან დრამატული არის ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ირანი არის ერთდროულად რამოდენიმე რეგიონის ბალანსი და იმის ჩამოშლა ეს იქნება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კატასტროფა რეგიონისთვის და სოფლიოშიც გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან ყევებს. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და მზაობა ამ შემთხვევაში გულისხმობს იმ პრაგმატიზმს, რომელიც მე წეგან ვისაუბრე, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვაზე უნდა ეს და ამ შემთხვევაში თავად აფრების და ოსების ვიწრო სეპარატისტული გარკვეული ინტერესები, ნება მისწრაფებები, საერთოდ აღარ იქნება მხედველობაში მისაღები. ეს იქნება უფრო გლობალური აზროვნების საბოლოო შედეგი, რომელიც მათ შორის აფხაზებისა და ოსების კეთილდღეობაზე და დანარჩენ საქართველოსთან მშვიდობიან ინტეგრის გზაზე გავა. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ეს პროცესი აუცილებელია. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ საქართველოს და რუსეთს შორის სიტუაცია აღარ დაიძაბება და აღარ მოხდება კონფრონტალური დამოკიდებულების შემდგომი ესკალაცია. ჩვენ ადრეც ვიხილეთ, ეს სერიები ნანახი გვაქვს, ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს და ჩვენ ვიცით, რომ ეს პოტენციალი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს. და ვნახოთ აი ჩვენი უხუცესების მიერ პირველი გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მალე დაიწყებს უქმედებას და რეალიზებას, სადამდე მეგვიყვანს. ძალიან კარგი. მე სასიამოვნო იყო ამის მოსმენა, რომ არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს შეხედოს როგორც მოკავშირეს და არა დაუშვათ ეხლა უკვე ფართოდ მიღებულ მცნებას ესეთ უკანა ეზოს. ძალიან კარგი იქნება ეს და მით უმეტეს განვითარებული მოვლენებიდან, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება და დიმიტრი, მაინტერესებს შენი აზრი, ბუნებრივია, ზანგეზურის კორიდორი ახსენე, სადაც ამერიკელები აქტიურობენ და პარალელურად 2-3 დღის წინ გავრცელდა ესეთი ტრამპის მიერ ნათქვამი აზრი, რომ სამხრეთ კავკასია და ეს ზონა არის რუსეთის, კერძოდ პუტინის არეალი. და როგორ ფიქრობ, ეს როგორი რა თამაშია ეს? ერთი მხრივ დეკლარირებულად ამბობ, რომ ეს გეოპოლიტიკური ზონა არის რუსეთის და მეორე მხრივ ზანგეზურის კორიდორში გინდა რომ აკონტროლო ეს გზა, ვითომ ეკონომიკური, მაგრამ იმას სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს. და აქ რუსეთის როლი სად არის? ერთი მხრივ ნათქვამია, რომ ამერკავკასია არის რუსეთის ზონა და მეორე მხრივ ამერიკელები აი ესე ღრმად არიან შემოსულები სამხრეთ კავკასიაში. ტრამპის ფსიქოტიპი უნდა გავითვალოთ აი ამ ფრაზების უკან, ხო? ის ხმამაღლა დეკლარირებს იმ გეოპოლიტიკას, რომ რუსეთს გააჩნია თავისი ისტორიული ინტერესები და ეს მისი გავლენის ზონა, როგორც პოსტსაბჭოური სივრცე და რომ მან შეძლო და ამ პოსტსაბჭოური სივრცის ყველაზე უფრო საკრავო სივრცეში, საკრავო ტერიტორიაზე ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარე მწვავე კონფლიქტის მიუხედავად დასვა ისინი ერთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, შექმნან ჯაჭვი ერთიანი ლოჯისტიკური ხაზისა მიწოდებისა ეკონომიკური აქტივობისა ზანგეზურის დეფნის სახით და რომ ის აქტიურად ფლობს ვითარებას პუტინის გავლენის ზონაში, რუსეთის ზონაში. ეს ამის დეკლარირებაა, სხვა არაფერი. და უკრაინის კონფლიქტი რო დასრულდება, ხომ ყველამ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასია მოსაგვარებელი ექნება რუსეთს, მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში რა ხდება? დიახ, და რუსეთის მიერ ახლო აღმოსავლეთში განავლენ
მოვლენების ფონზე მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ რუსეთის გმებში შედიოდეს რაიმე სამხედრო ძალის გამოყენების, ასე ვთქვათ, თეორიული შესაძლებლობაც კი იმდენად სახიფათონ ირანის აფეთქება და ირანში მიმდინარე პროცესები შეიძლება უბრალოდ მოკავშირე გახდეს ის იმ გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაზეც ჩვენ წეღან ვისაუბრეთ. ანუ დათვის ტყავი, ასე ვთქვათ, მიიღოს რუსეთმა სხვისი ხელით და დათვი მოაკვლევინოს და ირანში მიმდინარე ეს პროცესები ხო 90 მილიონიან ირანში თქვენ წარმოგიდგენიათ რომ უდიდესი სამხედრო პოტენციალის მქონეა სარაკეტო სისტემების განვითარების კუთხით რა უბედურება შეუძლია დაატრიალოს მას ყველა იმ მიმართულებით სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები ან ისრაელის ბაზები ან მათი სამხედრო ლოკაციის წერტილებია განთავსებული. ეს ხო მხოლოდ ისრაელის მიმართ აგზარგულისხმობს არა. ეს გულისხმობს ყველა იმ ქვეყნის ჩართვას ამ კონფლიქტში, რომელიც თავის ტერიტორიას აძლევს ამერიკის შეერთებული 93 ბაზა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყნებში, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებული. და ისედაც იცით თქვენ ამ პროცესები მიმდინარეობს გაერთიანებული არაბული ემირატების მხრიდან დაწყებული სამხედრო ექსპანსიაც იემენთან მიმართებით სწორედ ამას გულისხმობს რომ შეიძლება ახალი აქტორების ჩართვას კონდეს ადგილი საბოლოო ჯამში მივიღოთ მესამე მსოფლიო ომის დებიუტი ახლოს სადაც ძალიან მასობრივი იქნება უკვე სამხედრო კონფლიქტები. აი დღეს მიადგა დღეს მიადგა უკვე ეს ამერიკული ფლოტილია და იემენელმა ხუსიტებმა განაცხადეს, რომ ყურეს ვინც მოუახლოვდება, მათზე მიიტანენ იერიშს. ეს ერთი გარემოება. და მეორე გარემოება ის, რომ როგორც ირანი აცხადებს, ის ფაქტობრივად არა მარტო ამერიკულ ბაზებზე მიიტანს იერიშს, არამედ ამერიკის მოკავშირეებზე. ეს ბევრად უფრო საგანგაშო განცხადება, მე ასე ვფიქრობ და აი აქ მინდა და აი აქ ახლა ერთი კითხვა მაქვს ჩვენი საუბრის დასასრულისკენ მივდივართ და სამხრეთ კავკასია და ზუსტად ირანის მოვლენები. მე ვიცი რომ და არა მარტო მე ეს ფართოდ არის ცნობილი რომ აზერბაიჯანს და ისრაელს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. ამავდროულად ფაქტობრივად აზერბაიჯანის ბოლო 20 წლის განმავლობაში ნებისმიერ ველზე გამარჯვება დამსახურება თურქეთისა. და აქვე არის ირანის აზერბაიჯანელობა, ანუ ჩრდილოეთ ირანის მე მგონი 25 მილიონამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი. აი ეს საკუთხედი როგორ შეიძლება რომ გათამაშდეს? რამე ალტერნატივა აქვს დავუშვათ ცხელ კონფლიქტს? აი როცა ასეთი ინტერესები არის. აბსოლუტურად გეთანხმებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო თავის დროზე იყო ხელოვნური წარმონაქმნი, მას როგორც ეკონომიკურ, მეგაეკონომიკურ პროექტს ყავდა თავისი დამფუძნებელი მამები, ასე ითქვას. და საბოლოო ჯამში იმ კონგლომერატმა, გავლენიანმა, რომელმაც თავი მოიყარა ბაქოში, საბოლოოდ პოვა ასახვა სწორედ იმ უბრალებში და იმ კონტაქტებში, რომელმაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პოტენციალი შემატა აზერბაიჯანულ-ისრაელის ურთიერთობებს და არა მხოლოდ საუკეთესო ურთიერთობები აქვს ბრიტანეთთან, ის არის კავშირის სახელმწიფო თურქეთთან, თურქეთი არის საკუთარი გეოპოლიტიკის კამალი, რომელშიც აზერბაიჯანი აქტიურად ჩართული როგორც მნიშვნელოვანი რგოლი და არ არის შემთხვევითი, რომ იგივე ყარაბაღის მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტში, ეკონომიკურ პროექტში, სწორედ ბრიტიშ პეტროლის მონაწილეობას, ბრიტანული კომპანიები იღებენ მონაწილეობას და ისინი იღებენ, ასე ვთქვათ, წვლილს საინვესტიციო გატარებაში აზერბაიჯანში. ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის და აზერბაიჯანისთვის არც ის არ არის, ასე ვთქვათ, მოულოდნელი ირანის ოფიციალურ პოლიტიკას შეეხება მასთან მიმართებით, ვინაიდან ირანი თვლის, რომ აზერბაიჯანი ეს არის დიდი ჩრდილოეთ აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი, რომლის გარკვეული ნაწილია დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რეგიონს ირანი თავის გავლენის სფეროთ და
ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ საკუთარ კუთვნილებას გულისხმობ. და ის რომ აზერბაიჯანმა შეიძლება მტრული სამოკავშირო ურთიერთობა იქონიოს, უბრალოდ ის ურთიერთობა იქონიოს ირანის მტრებთან, რამაც შეიძლება ირანს საბაბი მისცეს, მიზეზებს აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ მის მიმართ წარმოებული მასშტაბური სამხედრო ექსპანსია გადაზარდოს მის სასურველ კალაპოტში, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების და იმ ტაშტში წყლის ტალღებს სწორედ ამას გულისხმობდი მე, რომ ამ ტაშტის პირას მოთამაშე ბავშვებისთვის წყლის შესყურება შეიძლება მოხდეს ირანში მიმდინარე ასეთი გაუთვალისწინებელი პროცესები. და ანალოგიურად სომხეთი, იცით, სომხეთი ყოველთვის იყო დაკავშირებული ირანთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულია ძალიან მსხვილი ატომსადგური, რომელიც არის, ასე ვთქვათ, გარკვეული უსაფრთხოების მასათვალისწინებელი მოცემულობა და სომხეთ-ირანის ურთიერთობები აქამდე არ დაძაბულა. ბუნებრივია, მაგრამ თუ ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი მოქმედებები გარკვეულწილად ამ ორ ახალ მოკავშირეს აზერბაიჯანსა და სომხეთს განუჩინებს ადგილს და როლს და მნიშვნელობას მათი ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, მომსახურების ზონებად იქცნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ. ღმერთმა დაიფაროს, ირანი აფეთქდეს კიდევ ერთხელ მეორე, ჯერ მარტო დევნილთა ნაკადების, უწყვეტი ნაკადების მდინარე შექმნის ამოუსწორებელ ჰუმანიტარულ პრობლემებს და პოლიტიკურ პრობლემებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. აზერბაიჯანის ლიდერი თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ფაქტობრივად თulis რომ იგი რეგიონალური ლიდერია და ალბათ ჩვენ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გაგვიჭირდება აზერბაიჯანთან ურთიერთობების გარკვევა. თუ სხვანაირად არ გადანაწილდა რეგიონი, მე გულისხმობ ის დავით გარჯის პრობლემა შეიძლება სხვა რამეს დაემატოს, არავინ არ იცის სწორედ რა მოყვება ამას და ერთი სურვილის დონეზე შეიძლება ის ვთქვათ, ის ვინატროთ, რომ დავუშვათ დღეს ხვალდაზე ირანზე არ მიიტანოს დარტყმა. თორე ჩვენ როგორც ჩვენ სწორად აღნიშნეთ, არაერთხელ ჩვენ შეიძლება მოხდეთ ეპიცენტრში თუ არა, თანხმლებ პროცესში და ხსოვს თუ არა ის ნაკადის მიღება გაუჭირდება საქართველოს. იმიტომ რომ ისედაც ბალანსი დარღვეულია სამხრეთ კავკასიაში და ეს იქნება კი ბატონო, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მიუხედავად ხალხთა-შორის ურთიერთობების საუკეთესო ნიშნულისა, გულისხმობს ერთ თავისებურებას. აზერბაიჯანს აქვს დასახული მიიღოს კავკასიის ცენტრი. და კავკასიის ბუნებრივი პოლიტიკური ცენტრი ყოველთვის იყო, არის თბილისი. თუ ვინმე შეეცდება, რომ ხელოვნურად ამ ფუნქციას დაუკარგოს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ეს უკვე ნიშნავს გარკვეულ კონფრონტაციას. ბუნებრივი ცენტრი კავკასიის არის თბილისი. ეს ყველაზე კარგად უწყიან მოსკოვში. უწყიან, რომ ვინც მეგობრობს საულუსთან, ის მეგობრობს კავკასიასთან. ასე იყო დიდგანვე, ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ იმედი ვიქნა ქართულ-რუსული ურთიერთობების შემდგომი გადატვირთვა იქნება სწორი ბალანსი რეგიონში წონასწორის აღსადგენად. და ვიმედოვნოთ, რომ სწორი და მართალი მოკავშირე გვეყოლება უახლოეს მომავალში. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არავინ იცის რა ელის საქართველოს. დიმიტრი, ძალიან მე ვიცი, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის წმინდა გიორგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ ასე ვთქვათ, გაუძლოთ ნებისმიერ წინააღმდეგობას. ახლა ჩვენ რაც გვაკლია, ეს არის კონსენსუსი, ერთიანი ეროვნული და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავივიწყოთ ეს პოლიტიკური პოლარიზაციის გარემოებების შედეგად მიღებული წყენების ზიშენ
ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ გვჭირდება ერთიანი ეროვნული კონცეფცია უსაფრთხოების და ჩვენ გვჭირდება გაერთიანება გამოწვევების გასამკლავებლად. მე იმედი მაქვს, რომ 2028-თვის ზუსტად ამ პათოსით მივალთ, მთავარია ხელი არ შეუშალოს გეოპოლიტიკურმა ყევებმა. იმედია. დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის და გემშვიდობები მხოლოდ დროებით. და ეხლა ახლა აღმოსავლეთში ალბათ ხვალზე ისედაც აღმოსავლეთ ევროპაშიც რაღაც იგეგმება იქ უკრაინის მომენტებია და ასე რომ სასაუბრო ბევრი იქნება და მოხარული ვიქნები თუ მეწვევი და ჩვენს მაყურებელს საინტერესო ინფორმაციას მიაწოდებ და შენს საფუძვლიან ანალიტიკურ დასკვნას. მინდა ვისარგებლო შემთხვევა ნინოვა მოგილოცოთ, მიულოცოთ ჩვენს ერთგულ მსმენელს, წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს. ყველგან ქართულობას შეერთებულ შტატებში ვიცი რომ ძალიან დიდია ჩვენების რაოდენობა დაახლოებით 300,000-მდე ქართველია და ყველას უსურვებ გამძლეობას, ღვთისწყალობას და საკუთარი მიზნების მიღწევას და ვისურვებდი რომ ისინი ბედნიერები დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში იმ გეგმის ფორმასაც თითოეული მათგანი სათუთად უფრთხილდება საკუთარ გულში. მადლობა დიმიტრი. გაიხარე განაცხადი.